გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ატმის შეღებვის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტი დალუქა. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რა წერია დოკუმენტში და როგორია პოლიტიკური შეფასებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 34 ადამიანი დააკავა, მათგან რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორია. დაკავებულების უმეტესობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას ახდენ და ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვაში. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები გუშინ გვიან ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარდა, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებიც. კონკრეტულ დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გამოძიებით გინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს. კერძოდ, ინტერნეტ აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განშინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა. დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შლეკისას ნივთკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, სუბოქსინი, მეთადონი, ალფა-პვპ და სხვა. ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ ამოღებული იქნა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები. თქვენ სულს დიდი მადლობა გადაუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება, რითაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს ვიხსნით ნარკომანიის უმძიმესი სენისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დეპარტამენტმა სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა წარმოადგინა. პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი კი დააჯილდოვეს. თითოეულ თანამშრომლისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. მთელი ამ წლების მანძილზე ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ჩვენი დეპარტამენტი ყოფილიყო წარმატებული. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული დეპარტამენტია. მე მინდა ჩვენს პირად შემადგენლობას დაცვის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს მიულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო წარმატებები როგორც სამსახურეობრივ, ასევე პირად ცხოვრებაში. მინდა ჩემს კოლეგებს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო კარიერული წინსვლა. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დაცვის პოლიციის გუნდის წევრი და თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში. მართველი გუნდისთვის რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებული რეზოლუცია წარმოსახვითი რეალობის აღქმის მცდელობა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, სალომე ზურაბიშვილის აღიარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს არის ნაწილი იმ საკითხებისა, რომლებიც რეზოლუციაში ჩაიწერა. რეზოლუციაში არის ჩანაწერი ასევე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. სახელმწიფო პარტიისთვის რეზოლუციას, რომელიც ტყუილებზეა დაფუძნებული, ფასი არ აქვს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია მყარად არის ცნობილი. არ ვფიქრობთ, რომ სპეცოპერაციაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც ისინი არქმევენ არჩევნებს. ის რომ თავად 2024-ის არჩევნების შემდგომ ერთ-ერთმა და ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ქვია ეუთოოდირი, დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ
ამას არავითარი ფასი აღარ აქვს ამ ტიპის რეზოლუციას. ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა, სამართლებრივი საფუძველი ან ვალდებულება კომისიისთვის ან სხვისთვის არ არის, მაგრამ რასაც აკეთებენ ხოლმე ხშირად არის ხმაური. შექმნა ხმაური ამ რეზოლუციებით და ამით გააჩინონ რაღაცნაირად, როგორც აღახსენეთ, წარმოსახვითი რეალობის აღქმა გააჩინონ სადმე ან საზოგადოებას ჩვენთან თუ უცხოეთში. მსგავსი ტიპის რეზოლუციებით, რომელიც სავსეა მიკერძოებული მოვლენებით, შეფასებებით, ტყუილებით ხშირად საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ და ბუნებრივია ამ რეზოლუციის წონა, მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება. ტყუილზე წერს ქალბატონი რასა და ამ ყველაფერს ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება. ამას ხო არანაირი ღირებულება არ გააჩნია, არანაირი არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი ამ ტყუილებს ბუნებრივია ვერ ექნება და ვერც გამოადგებათ ამ ტყუილებით გაჯერებული რეზოლუცია იმისთვის, რასაც რეალურად ამ ყველაფერს აქვს მიზანი, არის ზეწოლა და ძალმომრეობა ქართულ ხალხზე. ქართული ხალხი შანტაჟს არ ემორჩილება და ძალიან კარგად ზუსტად და ხაზგასმით ეს რასას და ასევე მათ მხარდამჭერებს უთხრეს მათივე კოლეგა ევროპარლამენტარებმა 490 ხმით 157-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუცია ევროპარლამენტარების ნაწილმა დაიწუნა მათ კოლეგებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაარევაზე. მიუთითეს. საკონზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის. ჩვენ გვჭირდება ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. უახლესი რეპრესიული კანონები კერძოდ ფარა, ასევე გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ვუზრუნველყოთ ფინანსური დახმარება. ევროპარლამენტისთვის სამარცხვინოა. ეს ანგარიში არ არის არც ევროპული და არც დემოკრატიული. ევროპარლამენტის უმრავლესობას სურს მარიონეტული მთავრობის ხილვა საქართველოში. ევროკავშირი მიზანმიმართულად მუშაობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასამწვავებლად. ზუსტად ამას ემსახურება ეს ანგარიში. ევროპარლამენტს სურს ქართველებს უთხრას, ვინ უნდა ხავდეთ მთავრობაში, როდის და ვინ მოაწყოს არჩევნები. ევროპარლამენტს სურს გადაწყვიტოს, ვინ არის რეალური სამოქალაქო საზოგადოება. ისინი, ვინც ფინანსდებოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის მეშვეობით, რომელიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა. ევროპარლამენტს სურს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს ეროვნული კომპეტენციის საკითხია ევროკავშირის წევრებისთვისაც კი. თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ მას კოლონიად განიხილავთ. საჭირო არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივს სცემს სუვერენიტეტსა და საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა. ევროპარლამენტის კომიტეტები და ორგანოები უკვე თვეების განმავლობაში იკვლევენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. ეს ანგარიში შეიცავს ცოდვების კატალოგს და მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. როგორიცაა პერსონალური სანქციები, თუმცა ეს ანგარიში არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა მაარი და ქვეყანა კონფლიქტს, რომელიც მიმდინარეობს ორ ბლოკს შორის. ჩვენ ამ ანგარიშს მხარს არ დავუჭერთ. უკვე მე-6-ად განიხილავთ საქართველოს საკითხს. როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ ზძინავს საქართველოზე ფიქრით, თუმცა თქვენთვის გამოსავალი მაქვს. შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ, რადგან ბოლო 9 თვის განმავლობაში კენჭს ვუყრით რეზოლუციებს საქართველოს შესახებ და არაფერი გვითქვამს პალესტინაში გენოციდზე. მოგეწონებოდათ ამერიკის შეერთებული შტატები რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში. ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგი. საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს. ვერ შეცვლით საქართველოს მთავრობას წნეხის გზით. ამ გზით დავკარგავთ პარტნიორსა და მოკავშირეს. ნაცნობრივი მოძრაობა ლელოს ამჯერად ამორჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ანი წითლიძის თქმით, ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები ნაცნობრივი მოძრაობის წევრებს თავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ. წითლიძე ამბობს, რომ ლელომ სამეგრელოში საარჩევნო კამპანია 2 თვის წინ დაიწყო.
უკვე ორი თვეა კამპანია აქ დაწყებული სოფელ დადის და ადამიანი ჩვეულებრივ კამპანიას ატარებს, ანუ ლელოს წარმომადგენელი რა. ეს ერთი. ნახე, ესეთი ამაში ხო იტყუებოდნენ და მეორე, რო ვიძახი ჩემოდი დადიოდნენ მეთქი, ისე როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან სოფლებში ლიდერები ვიწყავს, ეს ეუბნებოდნენ ლელოს წარმომადგენლები, რომ ნაცები მაინც მონაწილეობას აიღებთ, დადეკით, ან ჩვენ დაგვეხმარეთ, ან ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი, რამდენიც გინდათ, რამდენიც დაგჭირდებათ ამ ყველაფერში, აი იმდენი გეკდება და მოსყიდო უკაცრავად, სხვა რა არის. აღებმიცემობა და პოლიტიკური ვაჭრობა ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე და მათი სავიზიტო ბარათი. აქ პარტიებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებისთვის პრინციპები და ღირებულებები არ არსებობს. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც საბოლოო განაჩენი იქნება აბსოლუტურად ყველა რადიკალური ოპოზიციური წარმონაქმნისთვის, განურჩევლად იმისა, ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, შედეგი მათთვის თანაბრად გამანადგურებელი დადგება და მისი მოახლოება კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკურ სახეს გამოიტანს სააშკაროზე. აქამდე არსებულ პროცესებში, მაშინ როდესაც წინა არჩევნები იყო და ერთმანეთის ნამოქმედარზე და გაცუდებულ საქმეებზე ხმას არ იღებდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც ადგილი ქონდა ესე იგი პოლიტიკურ კორუფციას. მოკლედ, ერთი დიდი ალიაკოთია ოპოზიციაში, ვერ მალავენ იმ უდიდეს ნეგატივს, რომელიც დევს ამ სივრცეში და აი ესე ხან ერთი აბრალებს მეორეს, თან ალბათ სავსებით სამართლიანათაც, ხან მეორე ეუბნება და ვერ მართლებს ამ პირველის წინაშე თავს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ საზოგადოების მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება წერტილ დასმული და პასუხგაცემული იმ უდიდესი მარცხით, რომელსაც რადიკალები საქართველოში მიიღებენ. ეს აუცილებლად არის დადგმული სპექტაკლი, რომ სათაო ნაცმოძრაობა ებრძვის მის ფილიალ შვილობილ ლელოს და გახარიას, რომ ხალხს მაქსიმალურად დააჯერონ, რომ ვითომ გახლეჩვა მოხდა ლელოს და გახარიასი ნაცმოძრაობისგან, დედა ნაცმოძრაობისგან. ისინი ეკეკულცებიან თავიანთ პატრონებს უცხოეთში. ვის მეტი ფული გადმოურიცხონ, რა თქმა უნდა, ამაზე წავა ახლა ეგრეთ წოდებული დაბეზღებები. ვინ ასაკეთებდა, ვინ უჯერებდა, ვინ არ უჯერებდა თავის პატრონს უცხოეთში. ოპოზიციაში არჩევნების ჩატარების ახალი იდეა გაჩნდა. იდეის ავტორი ამჯერად მურმან დუმბაძეა. მისი თქმით, არჩევნების სკოლის მოსწავლეებმა ლოტოტრონის პრინციპით უნდა ჩაატარონ. ჩავატარებინოთ ეს არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასის ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით შვენივრად ჩაატარებენ. ცალკეული პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებზე შეიძლება ზოგიერთს თქვა ვიზიარებდე, ზოგიერთს არ ვიზიარებდე, ამიტომ ჩემი შეფასება ნაკლებად ჭირდება. მათ რომ მათი პოზიცია გამოხატეს, მათვე შეაფასეს უკვე საკუთარი პოზიცია. ის აწავიდა ის ბურჭულაძე გადაიფიქრა მობილურით რომ არჩევნებს გვიტარებს სტადიონს, როგორ უნდა დაუქირავოთ ჩვენ. და არის მაგას ფულს ვაგროვებთ ახლა რომ პაიჭაძის სტადიონი დაუქირავოთ, შემდეგ მობილურები დასატენებიც უნდა იმას ვქნათ, ვიღაც შეიძლება გამოერთოს და ვერ მიიღოს მონაწილეობა და ეს ხო ანგარიშიც სხვა შორის ანგარიშიც უნდა კონდეს SMS-ის გასაგზავნ. ეხლა გამოუჩნდა კონკურენტი მე-10, მე-11 კლასელებიო დავასაქმოთო. მე მგონი მე-12-ს დაამატა, ხო? დავასაქმოთო, რომ ლოტოტრონი კომისიაში ვიყავს არის სკოლის დირექტორები ეკოლება ალბათ. ალბათ. მე არ ვიცი, ამ მშობლების საბჭო. აი, გიჟების დოღია რა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ვიდეოს ავტორები გურჯაანის პოლიციაში უკვე გამოკითხეს. ინციდენტის ადგილზე ჩავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს, რომელიც მეპატრონის მტკიცებით დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს. სადმოდა გამეშვა კამერები აქედან არის რომ აიგრე დააკარია. მართალია. გადასაყრელად ამზე. რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და ცუდი ხუმრობა წამოვიდა რა და დავასხეთ პოლიმიზატორი ვითომ ეს რაღაცა და გავესეთი რაღაცა გავაკეთეთ. მე ეს კი გადავდგით, არსად არ წასულა. მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე. მოახდინა ნიმუშის აღება, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ.
6 თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს 2.300.000 ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.200.000 შეადგინა. საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა აღირიცხა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან. საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა აღინიშნა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც. ვიზიტები განსაკუთრებით გაიზარდა საუდის არაბეთიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. 2025 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ასევე ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. უპრეცედენტო რეკორდული რაოდენობა ტურისტების ეწვია საქართველოს პირველ 6 თვის განმავლობაში ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან და ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სწორედ აღნიშნულ კონკრეტულ ბაზრებზე, ჩვენ სამიზნე ბაზრებზე მუდმივად ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს წელს მოცულობითი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ყურის ქვეყნებში, სწორედ იმიტომ რომ გავზარდოთ ცნობადობა მოვუწოდოთ მოგზაურებს, რომ წელს საქართველოს აუცილებლად ეწვინა. რეკორდული მონაცემები ფიქსირდება მიმდინარე წლის 6 თვის ჭრილში ტურიზმის ინდუსტრიაში. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, ეს არის 2.3 მილიონი ტურისტი, რაც არის დაახლოებით 7%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული წარმატება არის შედეგი იმ თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით. აქ ხაზგასასმელია, რა თქმა უნდა, ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა დებს პირდაპირი დაკავშირებადობის, პირდაპირი ფრენების, როგორც სიხშირეების, ასევე მიმართულებების გაზდაში. შრომის პროდუქტიულობის პროგრესით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია, წლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკმა 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში მაჩვენებელი 10.4%-ით გაიზარდა. წლიური ტემპით საქართველოს მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ევრაზიის კონტინენტზე, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. 24 წლიან პერიოდში კი შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მეტად გაიზარდა გაიანაში, მეორე ადგილზეა ჩინეთი, მესამეზე კი საქართველო. დაბალია შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით ევროკავშირში შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი 2024 წელს 1%-ზე დაბალი იყო. შრომის პროდუქტიულობის პროგრესი საქართველოს 21 საუკეთესო სამეულშია და წლიური გაუმჯობესებით არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, ევრაზიის კონტინენტზე პირველ პოზიციაზე. საქართველოს აჩვენებს და ადასტურებს, რომ საქართველოში არა მხოლოდ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისით უმჯობესდება ეკონომიკა, იზრდება შრომის პროდუქტიულობა გამორჩეულად, იზრდება დასაქმებელთა ჩვენებელი, მცირდება უმუშევრობა და მცირდება სიღარიბე. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% შეადგენს. აღნიშნული ერთის მხრივ განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში მაღალი ინვესტიციების დონით. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტიულობის ზრდის პროგრესის მიმართულებით საქართველოს მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილზეა და ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ პროდუქტიულობის ზრდას ხელს უწყობს ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია დასაქმებულთა კვალიფიკაციის ზრდის მიმართულებით, მეორე მხრივ აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და ასევე ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ რასაც ხედავთ ხოლმე შეფასებებს, საერთაშორისო შეფასებებს და ინდექსებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი ეს უკავშირდება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტურ რაღაცას. ეს არის ეკონომიკის სიმყარე და მდგრადობა. ეს რა თქმა უნდა ანიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში ყველაფერი იდეალურად არის, ბუნებრივია ძალიან რთულ რეგიონში ვართ და საკმაოდ რთულ გამოწვევებს უმკლავდება ქვეყანა, მაგრამ საერთო ჯამში იქნება ეს შრომის ნაწილი, იქნება ეს სხვადასხვა მიმართულება შრომის და ვაჭრობის და ეკონომიკის და ტურიზმის და ასე შემდეგ, საერთო ჯამში ეკონომიკა არის მყარი
ეკონომიკა უკლავდება ყველა ძირითად რეგიონულ გამოწვევებსთან ცუდ ფაქტორებს. აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული და ობიექტური ორგანიზაციისა თუ კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით საქართველოს არის ლიდერი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარებით, ფისკალური პოლიტიკით, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ინდექსით თუ ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ერთ მხარეს არის ესეთი ობიექტური შეფასებები, ძალიან მკაცრი და კონკრეტული კრიტერიუმებით, რითაც საქართველოს ხდება ლიდერი და მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ ხოლმე ევრობიუროკრატების რეზოლუციებს, რომელიც ღალატობს და ებრძვის არა მარტო საქართველოს, არამედ თვითონ ევროპულ ღირებულებებსაც. თორნიკე რიჟვაძე ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაშია გადაყვანილი. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადეს, რომ რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, გაუმჯობესებული პარამეტრებით. რაც შეეხება ალექსი ახვლედიანს, მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეუწყდა, შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა. ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლიდან მუშაობდა. ხელ ღამით 2 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით, პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტური მათი თხოვნა იყო ასეთი. იყო მანამდე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას გაუმჯობესებული პარამეტრები, თუმცა მართვის უმთხვაზე დავტოვეთ, იმიტომ რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და მძიმე პაციენტია, რაც ჩაიბარეს თურქებმა, ანუ სხვანაირად არ წაიყვანდნენ, იმიტომ რომ უნდა ეფრინათ და აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით პირიქით გაუმჯობესებული, აი ბევრად გაუმჯობესებული, აი ესე წაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით ბოლო დღეებში საქართველოსდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კახაბრის ქუჩაზე სკვერების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრეჭები და მილები. გარკვეულ მონაკვეთებზე დაასხეს ბეტონის საფარი, სადაც დამონტაჟდა ტრენაჟორები და ატრაქციონები. დასრულების ეტაპზეა 2 ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობის სივრცეების მოწყობა, ასევე სპორტული სატრენაჟორო ინვენტარის მოწყობა, ასევე გამოიცვალა კომუნიკაციის, მიწისქვეშა კომუნიკაციის საშუალებები, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. ორივე სკვერის პროექტის ღირებულება $1 მილიონ აღემატება, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეა განსაზღვრული. გარდა ამისა, ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 31 სკვერის რეაბილიტაციის და მშენებლობის პროცესი. სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღებიდან მიღებული მოსავლის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 23%-ით, ხოლო ღირებულება 40%-ით გაიზარდა და $10 მილიონ მეტი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი $198 მილიონ აღემატება. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა კი $90 მილიონი. სოფლის განვითარების სააგენტო თავის პროგრამების და პროექტების ფარგლებში მხარს უჭერს ლურჯი მოცვის პირველად წარმოებას და ასევე შენახვა გადამუშავებას. პროგრამის დანერგი მომავალი ფარგლებში ჩვენ უკვე დავაფინანსეთ დაახლოებით $40 მილიონ-მდე ღირებულებით 2700 ჰექტარზე მეტზე ლურჯი მოცვის გაშენება. წლეულს ექსპორტის საერთო ღირებულება დაახლოებით $22 მილიონ აჭარბებს. ხელსაყრელია ფასი კილოგრამში $6-ზე მეტი სიხდია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სამომავლოდაც ეს დარჩება პერსპექტიულ და მომგებიან დარგად მწარმოებლებისთვის და ვფიქრობთ, რომ გაიზრდება როგორც წარმოების ფართობი, ასევე მოსავლიანობა ჰექტარზე.
სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა 20 წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. შეხვედრა სპორტის სამინისტროში გაიმართა და მასში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. იტალიაში ჩატარებულ 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჯამში 14 медალი მოიპოვა და ორივე სტილით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. მინდა მიულოცო ჩვენი ქვეყნის 20 წლამდელთა ნაკრებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში ეს დიდი წარმატება. ამდენი медალი უპრეცედენტო შედეგი არის. გენოთლიან ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ჩართული იყო ჩემთან გასახურებელ ოთახში, ასევე თვითონ ლეიბლი, სადაც შეხვედრა მიდიოდა, შეძახილები, გამხნევებები. მადლობა ჩემს ამ ყველაფერს. ფინალური შეხვედრა იყო ძალიან დაძაბული და რთული, 3-1 მოუგე, მაგრამ როცა გავედი და ფეხი დაუდგი ლეიბზე, ვიგრძენი რომ ჩემი დღე იყო და ჩემი მომენტი იყო იმ მომენტში და ალბათ ჩემი სწორი გათვლებით და ჩემი სწორი მიდგომით და ამდენი შრომის შედეგია, რომ ამ ეტაპამდე მივედით. ისტორიული შედეგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის კარგი შედეგები გვაქვს ორივე ნაკრებში, მაგრამ წელს მოვხსენით ყველანაირი რეკორდი. მთელი ევროპა საუბრობდა მაგაზე, რომ медალი არ დაუტოვეთ სხვა ნაკრებებს. ახლა გერს თეასი ჭინავა განაგრძობს სტუმრებთან ერთად, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.